ესე იგი, სრულიად წარმოუდგენელია საითმივე ქანებით, აი სრულიად წარმოუდგენელი, როგორ ვიფიქრებდი, რომ ეგეთი რამე ჩემ ცხოვრებაში, მე აი არ ვიცი რა, კიდე გადამხდებოდა თავს რა. რა აი 38 წელია ცხოვრობ დასავლეთში, 38 რა, ესე იგი და ნუ აი წამყვან ქვეყნებში ხო, ესე იგი გამოფენებიც ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიუ-იორკში, რა ვიცი, აი წამყვან ესე იგი 18 ქვეყანაში ვარ გამოფენილი უმაღლეს დონეზე, მუზეუმის დონეზე, ხო? ესე იგი ვიცი კულტურული ცხოვრება თავიდან ბოლომდე რითი სუნთქავს დასავლეთი, რა არის დასავლეთი, რა არის დასავლური კოდები, რა უნდათ, რისი კომუნიკაცია უნდათ ამ კოდებით, აი თქვა მხატვრობაში რა კოდებია, ხო, კულტურული კოდები ქვია, ხო, ეს სხვა ენაა, სხვა რა ეს ენა, ჩვენ რო ლაპარაკობთ სიტყვების და რაღაც იმე წინადადებების, სულ სხვა ენაა, ხო, სისხლით, ნერვით იხატება ეგენა, ხო, მხატვრობაში რაც ხდება, კინოში რაც ხდება, ხო, სიმბოლური რაღაცა 2-3 დონე, თქვა, შინაარსების, რაღაცეების, ხო, ეს ყველაფერი არის ეს სულ არის კოდირებული, აი ურთულესი და კოდირებული რატო? იმიტომ რომ გაიგე ესეთი პირობითი რაღაც ფორმით გადმოდის, სხვა არა სტანდარტული და ნორმალური იმითი პირობითი ფორმებით, არამედ აი ესეთი რთული კოდირებული ფორმით გადმოდის ინფორმაციები. და ესე იგი ჩვენ ისე დღეში ჩავარდით ახლა რომ მთელი აეშინაარსები, რაც შეიქმნა ყველაფერი რა და რაც ესე იგი მოიტანა დასავლეთის ბრძოლამ ამდენი წლების, ხო, ესე იგი ეს იწყება საიდან ხალხმა სულ ამბობ აღორძინებიდან, როცა უნდა ადამიანი წინ გამოვიდეს, ადამიანი გამონთავისუფლდეს, ადამიანს კონდეს რაღაცა ისეთი წინსწრაფვა ჰორიზონტებისკენ, გადახსნილობისკენ რაღაცა, ამას ქვია ლიბერალიზმი. ესე იგი ადამიანი გამოუნთავისუფლდა ჩაკეტილ იდეას, აი რაღაცას, რასაც უბრალოდ ქვია კერპთაყვანისმცემლობა. ესე იგი ამას გამოუნთავისუფლდა, გამიგეთ? და ესე იგი მისი სული ითხოვდა რაღაცა დიდს, რაღაცა ისეთს, რაც აი ნუ ადამიანს შეეფერება, იმიტომ რომ აქვს ამის პოტენცია, აი ამ გადახსნილი ცნობიერების, რომელიც არ არის პატარა და არ არის ჩაკეტილი. გამიგეთ? და აი ამ მოძრაობას ქვია ლიბერალიზმი და მე ეს გადადის, თქვა, ეკონომიურ ამბებში, თქვა, პოლიტიკურ ამბებში, რასაკვირველია პირველ რიგში, ესე იგი ხელოვნებაში, შემოქმედებაში იქ ფორმდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის პირველი უშუალო ნაბიჯები და მე გადადის სოციუმში და მე გადადის პოლიტიკაში ეს ყველაფერი. ესე იგი დებილებს რო გონიათ, რომ ლიბერალიზმი მარტო პოლიტიკაშია. პოლიტიკა ვაფშე რა არის? მაგას რაც სულიერებაში ხდება და რაც ხდება შემოქმედებით საწყისებში და ეგ არის ლიბერალიზმი მანდარი. გამიგეთ? ხო და როგორ ვიფიქრებდი რომ ამდენი ბრძოლა იქიდან მოყოლებული რა, რომ ესე იგი აქეთ იქით რა ტერიტორიებს არ მიაწყდა ადამიანი, ხო? აი აღორძინების შემდეგ როცა ესე იგი გადმოიტანა თავის თავზე კითხვითი ნიშანი, ხო? მე ვარ ცენტრი და უნდა გავერკვე რაშია საქმე სამყარო, ხო? და ესე იგი აი ესეთი რამის შემდეგ, ესე იგი უცბად იჩითება რაღაცა ისეთი ტენდენციებს ვეღარ ვიტყვი, აი ესეთი რა, ხო იცი, აი ესეთი შემოტევა, აი ამ სიბნელის შემოტევა. ესე იგი ეხლა რუსეთში გამოუწიათ რაღაცა დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას ერთმა ადამიანმა მეორეს დაასმინოს. ვიღაცა ტიპი მისულა, რებს ვერ უჯერებ რა, ვიღაცა ტიპი მისულა და რაღაცა შეუტანია სამინისტროში განცხადება, რომ რატო არიანო ლიბერალი მხატვრები გამოფენილი მუზეუმებშიო. აი რაღაცა პიკასო ისა ეს რატო არიან გამოფენილი, რატო არ არის მარტო იდეური რაღაცები, აი როგორც უწინ იყო რა, ხო იცით რა, აი სოციალისტური რეალიზმი თქვა, გაიგე რაღაცა ესეთი გაშანშალული პლაკატური სიგოიმეები და ესე იგი ეხლა ჩვენებს შემოაქვთ თურმე ესე იგი კანონპროექტი უნდათ ისევ რომ გააკეთონ რომ ესე იგი ვერან ვერ გავა გარეთ რაღაცა ვერქშოპებზე სამუშაო დასავლეთში რაღაცა ესე იგი თუ უშუალოდ არ მისცა უფლება თუ არ მისცა სწავლის უფლება ესე იგი ვერქშოპში მონაწილეობისა თუ არ მისცა გაიგე შენ უშუალოდ უფროსმა სამუშაოზე ესე იგი ხალხო სად მივდიოთ აი ვიღაცეები ხო ჩემი ნაცნობები ხართ რა იგივე შათირიშვილო და ვიღაცეები ხო გიცნობ წინ რაღაცნაირად ხო ესე იგი კოლაბორაციაც კი ქონია და ვიღაცეები კიდე ხარ გვარებს არ დავასახელებ ესე იგი იცით ვისთანაც ქონია ურთიერთობა ხო და რომ დაუწყეთ თამაში აი ამ იდეებს რა რაღაცა რომ აი რა იჯერ ამოგდექით ამ ივანიშვილს ამ თავის რაღაც რუსულ იმაში იმიტომ რომ
ადგილები გაქვთ მოჯენილი და იპოვეთ თქვენი ადგილი აი ამ დისკურსში, მაგრამ ხო თამაშობდით ამას, ხო, იმიტომ რომ ფიქრობთ რომ რა უნდა იყოს ახლა აქეთ იქით არაფერი ისე არ შეიცვლება პრინციპულად, რომ რაღაც კატასტროფაში ვეხვებით, ეხლა ხო ხვდებით. კატასტროფაში ვეხვევით, ხახნო 37 წლის პონტებია. ეს იგი იმას, რაცაც ახლა ტრამპი აკეთებს, რასაც აკეთებს ეს გაიგეთ ის რო არის რა Heritage Foundation-ი, გაიგეთ ის Silicon Valley-ის ფილოსოფია როგორც აგორდა, აი ეს რაღაცა შავი განმანათლებლობა და ის რა ქვია ფეოდალიზმი, ტექფეოდალიზმი და ხალხნო ვეხვევით კატასტროფაში, სადაც თავისუფლების ნატამალი, ესე იგი ყველაზე კარგი ვარიანტი არის, ყველაზე კარგი რომ აი ჰაქსლის ვარიანტი, ესე იგი აი რაღაცა Brave New World, აი მამაცი ახალი დრო, აი ეს გათამაში, ყველაზე კარგი ვარიანტი რა, რომ გვაჩუქონ მაინც აი ადამიანებს, ნორმალ რიგით ადამიანებს გვაჩუქონ თქვა აი ეს რაღაცა ვიცი რა ქვია ვირტუალური რეალობის რაღაცა კაიფები მაინც და დანარჩენი ნამდვილ მონათლობელობაში გადავდივართ ყველანი. იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცა რომ ავტორიტარები ზემოთ იჯდებიან და თავისი წვრილი ტვინებით წარმოიდგინე ვინ არის ტრამპი ერთი შტერი გაუნათლებელი აი არ ვიცი რა პიმპი ვიღაც პიმპია ნამდვილი აი ქალები რო ყავთ რა პიმპი ქალები რო ყავთ აი რო აბოზებენ და ფული მაქვს აი ეგ მაკდონის ტიპია პიმპია რა გაიგე და აი ესეთი პიმპები აი ივანიშვილი ვინ არის ვაჭარი ხო ვაჭარია წავიდა და აი რაღაცა იმაში რა რუსეთში აი იმ დროს როცა იყო ყაჩაღობა და რაღაცა ფულები გააკეთა ხო ვინ არის ხო აი ესე იგი სულიერებასთან ხო კავშირი არანაირი არ აქვს განათლებასთან კავშირი არაფერი არ აქვს ხო არაფერი არ იცია ხო ესე იგი აი ივანიშვილი რა რაღაცა ის რო აქვს სურათები ნაყიდი რამდენის არ ვიცი რამდენისა კი 500 მილიონის თუ რაღაცა ხო ერთი სურათი რა არის რის შესახება რა არის მაგისი ღირებულებები სულიერი რაში მდგომარეობს წარმოდგენა რო არა დადის რა და უყურებს ამ თავის იმებს სურათებს ხო წარმოიდგინე ვისთან გვაქვს საქმე და მაგათმა უნდა თქვენ გასწავლონ როგორი ფიქრობთ და როგორ იცხოვროთ. მაგ ეგ არის მეტი კი არაფერი მოდის. აი თქვენ ის შათირიშვილობა და ვიღაცები თქვენ გეუბნებით, თქვენ გესმით რაში ვეხვევით ეხლა გესმით? აი ესე რომ უბავდით ხარს და რაღაც დიპლიპიტო და რაღაცა და სააკაშვილი არა და ამიტომ სააკაშვილი რახან არა, მაშინ ივანიშვილი და ივანიშვილი რა ეხლა ჩვენ გაგვისწორებს, გაგვიგორებს და არა, კატასტროფაში აი ჩვენი შვილები კატასტროფაში ხო სახეების ახევა და რაღაცა ვის ახსოვს ისე დღეში ჩავარდებით აი ის რაც ეხლა გითხარით აი ესა დაასმინე და შეიძლება და უფლება გექნება რომ ეს არის 37 წელი იმ დასმენილებს მე გაიგე დახსნიან სამსახურებიდან გაუშვებენ ჯერ მოკლე იმაზე სროკზე მე კიდე რა ეს იქნება კატასტროფა გამიგეთ რატო რა მენაღულება გეკითხებით მე ამას რო გეუნებით უბრალოდ ვიცი რაც ხდება გაიგე არ ვიცი მე არა ვარ გაიგე არავისზე და არაფერზე არავის ფულზე არაფერზე არა ვარ დამოკიდებული და ამას აქედან გელაპარაკებთ 38 წელი ნაცხოვრები დასავლეთში აქ ვაპირებ სიკვდილს აქ ეს არის ჩემი ადგილი, იმიტომ რომ აქ ვიპოვე თავისუფლება და აქ ვარ და აქედან გელაპარაკებით თქვენ რომ ამ თავისუფლებისკენ გადმოიზიდოს საქართველო. და ესე იგი მოხერხდეს ის რომ საქართველოში შემოვიდეს აი ის კულტურა რომელსაც ეგ ეკუთვნის. აი ეს არის გახსნილობა, ტვინ გახსნილობის, როცა სული ეძებს უსაზღრობას, როგორც კამიუმ თქვა, აქ იმიტომ ვართ, რომ შევაჩვიოთ სული მარადისობას. ეს არის ეს გადახსნილობა, უსაზღრელობა, არა, აი ეს გამიგეთ ეს ტვინ დაფსობილობა და ეს კერთაყვანისმცემლობა, გამიგეთ? აი რაღაცა ხატი ტირის და ესეთ სიგიჟეები, ბოდვები, ხატი ტირის და მუხლებზე დაუდგა სიგიჟეები, ხო? პოლიტიკურად სოციალ ყველგან სიგიჟეში შევედით. ხო და სინდისი მოიკრიბეთ ხალხნო მე ვიცი რომ თქვენ გესმოდათ ყველაფერი თქვენ არ ახართ ტუპოი ხალხი აი დებილე პროსტა უბრალოდ იფიქრეთ რომ გამოვიყენებთ სიტუაციას რატომაც არა ვიღაცა მყავს დიდი სპონსორი ხო და არ გამოვიდა ეგრე გამოვიდა კატასტროფა და ჩადეკით ეხლა გაიგე წყობში რომ გადავძლიოთ ეს გაიგე და ის თავისუფლებები რომ ადამიანმა ინდივიდმა ისუნთქოს რომ ინდივიდების საზოგადოება იყოს გამიგეთ აი დააბრუნეთ ეს
უნდა იწვალოთ ამისთვის მე აღარც დრო დამჭა ამისთვის ვიბრძოლ და არაფერი არც ენერგია ხო ამდენი გამიგეთ რაც გეუნდებით ეგ მიხვდით რა რაღაცა შეგეშალათ მაგრად მოშნათ შეგეშალათ და ესე იგი სხვაგან უნდა წავიდეს ეს ყველაფერი შეუძლებელია ვიღად იარვინის და ვიღად კარტეს იარვინის იდეებით ფაშისტურ და რაღაცა იმაზე არ უნდა აიგოს სამყარო და ჩვენი შვილებმა არ უნდა იცხოვრონ ეგ ჩვენ გვინდა ის ცხოვრება რაც იყო აი არ ვიცი უცტოკის დროს რაც ხდება ხალხს რო უყვარს ერთმანეთი ყველა რო თავისუფალია ყველას რო აი თავისი ინდივიდუალური გამოჩენა უნდა თავის იმიტომ რომ ინდივიდუალურად იცეკოს ინდივიდუალურად ჩაიცვას ინდივიდუალურად იფიქროს არ უნდა არც ერთი კამანდირი ზემოდან რო გეუბნება ცხოვრება როგორია რა არის რა უნდა ჩაიცვა რა უნდა გაკეთდა რა არის სწორი რა როგორი სექსი კონდეს როგორი ის კონდეს არა არის მარტო ერთზე ინდივიდების საზოგადოება რომელსაც ემპათიაზე და სიყვარულზეა ეს ყველაფერი აგებული ხახნო კატასტროფაში ვარდებით თურმე თუ ევროპა არ დაგვეხმარა ჩვენ კი არა საერთოდ აწი უკვე სხვა რამეზეა ლაპარაკი თუ ამ თავისუფლება და ამ ნამდვილ ძირს ლიბერალიზმის ნამდვილ ძირს გამიგეთ ის კი არა პოლიტიკური ლიბერალიზმი რო გონია და მეტი რო გაგეჭხირათ ტვინში და მაგმის დუგინი როა იმას უნდა ესმოდეს და თქვენ არა რო თქვა რომ პოლიტიკური ლიბერალიზმი ერთია და მეორე არის თქვა ხელოვნებაში და შემოქმედებაში რაც ქვია ლიბერალიზმი და სულიერებაში ეგ მაგ ვერ უნდა გაარჩიოთ იდიოტებო ა Rog sitqarwa egeda erbzit sitqas როგორ ცნება არის უზარმაზარი კაცობრიობა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა მაგის გამო წინ და ეხლა დაიყვანეთ აი ამ ხელა რა პოლიტიკურ სოციალურ რაღაცა იმაზე გაიგე განსაზღვრებაზე და იმას ებრძვით გაიგე და ამ დროს გაიგე ბავშვს გადაატანთ ხო თუ როგორ ქვია მაგათ ნარეცხ წყალს ბავშვის გადააყოლეს განბანილ წყალს თუ რა აი ეგეთი რამე მოგდით ხო და გამოერკვიეთ ხალხო მიხვდით რისთვის იბრძვით თქვენი შვილებს და თქვენი ინდივიდუალური თავისუფლებებისთვის რომ ვერავინ თითი ვერ გიქნიოთ ვერც ეკლესიამ და ვერც ვიღაცა ივანიშვილმა და ვიღაცა ტრამპმა კიდე და რაღაცა როგორც უნდა ესე რომ ატრიალოს მთელი ქვეყანა რომ ეგრე არ არის რომ არსებობს დემოკრატიული პრინციპი დემოკრატიას უნდა დაალაგება სწორად აი ვულგარული დემოკრატია არა ხუთსიტყვიანი რომ მოდის და ხელს წერს ივანიშვილი მინდაო ან პირიქით სააკაშვილი მინდაო ეგ არ არის დემოკრატია დემოკრატია არის შეგნებული ხალხი შეგნებულად მოტანილი ესე იგი დამოკიდებულება და არჩევანი შეგნებულ ხალხს ჭირდება ესე იგი გაწყობა ვინ არის შეგნებული ვინ ნაკლებად ვინ მეტად და სწორად ეს უნდა გაეწყოს და იქნება დემოკრატია სწორი და გამართული ხო და გაერკვიეთ მართლა კატასტროფაში ვარდებით მართლა და ფრთხილა და გადით დემონსტრაციაზე ყველა გაზაფხული მოდის ეხლა და თავიდან აიღეთ ენერგია თავიდან აიღეთ ყველაფერი ვერ წარმოიდგეთ ისეთი რაღაცა ხდება ვერ წარმოიდგეთ რა შარში ვართ